დღემშვიდობისა, რა უნდა ვიცოდეთ შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს, კერძოდ იმის შესახებ, თუ რა ვადით ხდება შრომითი ხელშეკრულების დადება. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც შრომითი ხელშეკრულება დადებული არის 30 თვეზე მეტი ვადით, აღნიშნული კონტრაქტი ითვლება უვადო შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ სახედ და საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მასზე ვრცელდება ზუსტად იგივე სამართლებრივი რეჟიმი, რაც უვადო შრომით ხელშეკრულებაზე გავრცელდებოდა. შესაბამისად, 30 თვეზე მეტი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში დასაქმებული ზუსტად იმავე უფლებებით არის აღჭურვილი და შესაბამისად დაცულია უფრო მეტი გარანტიით, რაც დაწესებული არის უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირებისათვის. გარდა ამისა, თუ კი შრომითი ხელშეკრულება ორჯერ ან მეტჯერ გაგრძელდა, მსგავს შემთხვევაშიც შრომითი ხელშეკრულება ითვლება უვადოდ დადებულად და მასზეც ვრცელდება შესაბამისი გარანტიები. მადლობა, წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ.